მოგესალმებით მეგობრებო, უკვე ამ არხზე ჩვენ შევეხეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას სოციალურ მედია მარკეტინგზე, ექსპერტიზაზე და ასე შემდეგ. ახლა კი უკვე ჩემი აუდიტორიის თხოვნით, მოდით ვისაუბროთ სტორითელინგზე. ყველას უყვარს ისტორიის მოსმენა ან თხრობა. სტორითელინგი არის ეგრეთ წოდებული დროის გამოსვლილი ტრადიცია, რაც მას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის, დამოკიდებულია უშუალოდ თხრობის სტილზე. თუ ისტორიის თხრობა საინტერესოდ მიდის, შეიძლება ერთი წამითაც ვერ გადაიტანო ყურადღება სხვა რამეზე და შენში მართლა ძლიერი ემოციები აღძრას. რაც ყველაზე მთავარია, სტორითელინგის უმეტეს შემთხვევაში ისტორია ეფუძნება რეალურ მოვლენებს. ეს არ მხოლოდ სასიამოვნო გამოსვლებას გაძლევს, არამედ დამატებით ახალ ინფორმაციასაც გიზიარებს. თუ სტორითელინგი სწორად წარიმართა, ეს ჩვენს სამიზნე აუდიტორიას აძლევს მიზნის განცდას, რადგან ისტორიას სწორედ ეს ძლიერი ელემენტი აქვს. რეალობასთან ახლოს ყოფის სიბზნის გაზიარება. სტორითელინგი ხელს გვიწყობს ემოციურად მეტად დავუახლოვდეთ ადამიანებს და ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ. სტორითელინგის დავიწყება არასდროს არის კარგი იდეა. მოთხრობილ ისტორიებში ადამიანები ახერხებენ არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას, არამედ ხედავენ გზას, როგორ გააძლიერონ საკუთარი თავი და დაიწყონ საკუთარი ცხოვრებისა თუ საქმიანობის პოზიტიური კუთხით განვითარება. შესაძლოა, ადამიანთა გარკვეული ნაწილი უკვე აუფასურებს სტორითელინგის მნიშვნელობას და მხოლოდ გასართობ მნიშვნელობას აძლევდეს, ან საერთოდ თვლიდეს, რომ ისინი დროის დაკარგვაა თანამედროვე ციფრულ და ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში, თუმცა აბა შევხედოთ რეალურ სურათს ბაზარზე. ბევრ კულტურაში სტორითელინგი მაინც არ კარგავს აქტუალობას, თუმცა დროისა და ტენდენციების ცვლილებასთან ერთად ფორმებს იცვლის. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც თითქმის ნებისმიერი საქმიანობა ხდება მრავალფეროვანი და შემოქმედებითი, კარგად მოთხრობილი ისტორიებიც ყველაზე მიმზიდველ და სწრაფად დამახსოვრებად სახეს იღებს. სტორითელინგი შესაფერისია განვითარებისა და ზრდის პროცესის ნებისმიერი ეტაპისთვის. სწორი ისტორიების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ისინი არ აფრთხობს მსმენელს იმით, რომ მან შეიძლება ბევრი რამ არ იცოდეს, ან ჯერ ბევრი აქვს სამუშაო საკუთარ თავზე. დამატებით ისინი იწვევენ დიდ ინტერესს, გაძლევენ შესაძლებლობას ცოტა სხვა მიმართულებით წაიყვანო აზროვნება და შეკითხვები დაუსვა საკუთარ თავსა და მთხრობელსაც. სტორითელინგი ხელს გიწყობს შედარებით მარტივად მოახდინოთ ცვლილებები და ამ ცვლილებებში უკვე სხვა ადამიანებიც აკვნენ უმტკივნეულოდ. კარგად გადმოცემული ისტორიები გვაჩვენებენ მოქნილობას და გენიალური იდეები თუ შეხედულებები უფრო ეფექტურად ამახსოვრდება აუდიტორიას. მსმენელი ძლიერად მოთხრობილი ისტორიებიდან ხედავს მის რეალობაში არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის არსებულ საჭირო რესურსებს და ამას დაყრდნობით მთხრობელი იღებს ნდობასა და აღიარებასაც აუდიტორიისგან. გაითვალისწინე, სტორითელინგი უნდა იყოს შენი ინსტრუმენტი ხანგრძლივი და მუდმივი ცვლილებების განსახორციელებლად. რადგან სტორითელინგი მოიცავს გამომხატულ გამოცდილებას, ეს გეხმარება შექმნა საერთო გამოცდილება არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელთან. ეს პროცესი აუცილებლად უნდა მოიცავდეს მთხრობელისა და მსმენელის ერთობლივ ჩართულობას. თუ ძველ დროში ისტორიების თხრობა გამოიყენებოდა ცოდნის გასაზიარებლად თაობიდან თაობაზე, დღეს ბიზნესებს შემუშავებული აქვთ ისტორიის თხრობის სწორი მექანიზმები უშუალოდ ბიზნესის წარმატებისთვის. ძლიერი ლიდერები ასე აზიარებენ თავიანთ ხედვებსა თუ ღირებულებებს. ურთიერთობების ექსპერტები, მენტორები თუ ქოუჩები ამ გზით უზიარებენ აუდიტორიას მთავარ სათქმელს, რათა მსმენელმა გულით მოისმინოს და ცვლილებები განახორციელოს. ხოლო გონიერ გაყიდვების სპეციალისტებს მომხმარებლები მიყავთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. შესაძლოა მათ გამოიყენონ ეს მეთოდი უშუალოდ ნეგატიური შეფასებების სამართავადაც, ან პირიქით გაგვიზიარონ ბედნიერი მომხმარებლის გამოცდილება. ზოგიერთი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი თვლის, რომ ბიზნესისთვის სტორითელინგი ზედმეტად ბავშვური საქმეა. მსგავს დამოკიდებულებას იწვევს ის, რომ ჩვენ ნაადრევ ასაკში სწორედ ისტორიების თხრობით ვსწავლობდით მაშინ, როცა ჯერ წერაც კი არ შეგვეძლო. ამ შემთხვევაში უნდა გავითავისოთ ერთი რამ. უშუალოდ ბიზნესთან მუშაობის შემთხვევაში სტორითელინგი არ წარმოადგენს ზღაპრებისა თუ გამოგონილი ისტორიების თხრობის ფორმატს. ეს არის ამბის პროფესიონალურად თხრობა, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის აზრის შეცვლას და წარმატებული გაყიდვების განხორციელებას. როცა ვეხებით სტორითელინგის საკითხს, უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორია არ უნდა იყოს გმირების მონოლოგის მსგავსი. კი, გმირების ისტორიები მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი ზედმეტად გამორჩეულნი არიან. ამიტომაც მსმენელი ვერ აიგივებს საკუთარ გამოცდილებას მათთან, შესაბამისად ვერ გრძნობს საკუთარ თავს ისტორიის ნაწილად. ამიტომ, ყველაზე ეფექტური ისტორია არ უნდა იყოს საგმირო ხასიათის, არამედ ის უნდა მოიცავდეს ყოველდღიურ, რეალურ ისტორიებს, რომლებშიც ადამიანები შეძლებენ საკუთარი გამოცდილების გაიგივებას. სიტუაცია მსგავსი უნდა იყოს მათ გამოცდილებასთან, რითიც მივაღწევთ მათ მეტად ჩართულობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესიჯი იქნება სწორად და გასაგებად მიწოდებული მათთვის. სტორითელინგის დროს ეცადე არ გამოგჩეს ეს სამი ძირითადი წესები. პირველი, მიაწოდეთ აუდიტორიას ის, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ.
უფრო კონკრეტულად კი ისაუბრებ პრობლემების გადაჭრაზე, შედეგებზე შენ საქმიანობაში და განხორციელებულ ცვლილებებზე. მეორე წესი. არ მოყვე ძალიან ვრცელი და დამღლელი ისტორიები. ადამიანებს ინტერესი მარტივად უნელდებათ, თუ კი საკუთარ სათქმელსა და მთავარ მესიჯს მოკლედ და მკაფიოდ ვერ გადმოსცემ. მესამე. არ დაიწყო ბანალური ფრაზებით. დღეს მსურს მოგიყვეთ ჩემი ისტორია და რამე ამის მსგავსი. პირდაპირ დაიწყე საქმით, მაგალითად, რომ დღეს კლიენტთან ჰქონდა მსგავსი წარმატებული შედეგები, ან აუდიტორიისგან ამ ბოლო პერიოდში მიიღე მსგავსი ტიპის შეკითხვები. შექმენი ისეთი მოლოდინი დასაწყისშივე, რომ ადამიანები დაელოდონ შენს მომავალ მსვლელობებს. ახლა კი გადავიდეთ ეგრეთ წოდებულ კორპორატიულ სტორითელინგზე, რომელიც ხდება უკვე აუცილებელი უნარის საქმეში წარმატების მისაღწევად. მოთხრობილი ამბები აღწერს ბიზნესის გამოწვევებს, წარმატებას და გამოცდილებას, ხოლო ამავდროულად უყურადღებოდ არ ტოვებს ღირებულებებისა და უნარების გაზიარებას. თანამედროვე ტენდენციები გვთავაზობს სტორითელინგის 7 გამორჩეულ მიზანს. კომუნიკაცია ურთიერთობის ასაშენებლად და მოქმედების გამოსაწვევად. აუდიტორიისთვის საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა და გაცნობა. საკუთარი საქმიანობის მთავარი ღირებულებების მიწოდება და გაზიარება. თანამშრომლობისა და კოლაბორაციის ახალისება. ნეგატიური შეფასებებისა თუ კრიტიკის მართვა და ნეიტრალიზება. ცოდნის, ახალი ინფორმაციისა და შეხედულებების გაზიარება. ხალხის ყურადღების მიმართვა უშუალოდ მომავალი ტენდენციებისა თუ ცვლილებებისკენ. ისწავლე ისტორიის ისე მოთხრობა, რომ ის ჰგავდეს პირდაპირ და უშუალო საუბრის სტილს და არ დაგჭირდეს ზედმეტი პრეზენტაცია სლაიდებისა თუ მსგავსი დანამატების სახით. მთელი ყურადღება ფოკუსირებული უნდა იყოს ამბავზე და მსმენელს ზარდატანების გარეშე უნდა მოუნდეს დისკუსიაში ჩართვა. აუდიტორიისგან ნათლად უნდა იყოს გასაგები, თუ რა ისწავლეს და გაიგეს ამ ისტორიიდან, როგორ შეიძლება მსგავსი ისტორია და გამოცდილება ეხმარებოდეს მათ მომავალში. რადგან სტორითელინგი წარმოადგენს პირად გამოცდილებას, აქ არაა საჭირო წარსადგენის სცენარებისა თუ დამატებითი რთული საქმიანობების შემუშავება. ეს უნდა ჰგავდეს საკუთარი გამოცდილების გაზიარებას მსმენელისთვის. ისტორიის შესადგენად დასცვის სწორი შეკითხვები საკუთარ თავთან. რომელი ისტორია გსურს გაუზიარო ადამიანებს? რა გსურს ამ ისტორიით საბოლოოდ გადმოსცე? რა ტიპის შედეგებს ელი ამ ისტორიის მოყოლის შემდეგ? შემდეგ კი უფრო დეტალიზებულად მიუძღვით ამ საქმეს. რა თემატიკას არჩევ ისტორიის მოყოლისას? როგორი და რა ტიპის მოვლენების თანმიმდევრობაა ამ ისტორიის თხრობაში? რა ვიცით ისეთი, რაც ზრდაში და გაუმჯობესებაში დაგვეხმარება? რა მნიშვნელობა აქვს სტორითელინგს ბრენდისთვის? მოდით, ერთი წამით მიმოვიხედოთ ირგვლივ. ტელევიზიაში, გაზეთებში, ჟურნალებში, ონლაინ თუ ოფლაინ სივრცეში, სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან ნაჩვენებთ ისტორიების თხრობას. ციფრულ სამყაროში ტექნოლოგიური განვითარება ხელს უწყობს ისტორიებს ძალიან სწრაფად გავრცელებაში. შესაძლოა მათ წამებში მიაღწიონ სხვადასხვა აუდიტორიას ქვეყნის მასშტაბითაც თუ მის გარეთაც. სწორი ისტორიის არსებობა ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მართლაც რომ მაღალ კონკურენტულ გარემოში გამორჩეულობა და აქტუალობა შეინარჩუნოს. მოტივაცია, შთაგონება და დებითი ემოციები, სწორედ ისტორიები გვაძლევს შესაძლებლობას აუდიტორია გადავიყვანოთ მსგავსი ტიპის ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე. ბრენდის სტორითელინგის მეშვეობით შესაძლებელია ბრენდის ნებისმიერი კონტენტ-მარკეტინგის სტრატეგიის ტრანსფორმაცია, რაც საშუალებას გვაძლევს კონტენტის შექმნისას ადვილად ჩართოთ აუდიტორია. უკვე ბევრისთვის ცნობილია, რომ სოციალური მედია გვაძლევს შესაძლებლობას კონტენტი იყოს სანდო, ავთენტური და სტორითელინგიც ამ ყველაფრის ნაწილს წარმოადგენს. მისგან გამოწვეული დადებითი ემოციები უკვე გავლენას ახდენს მომხმარების ერთგულებაზე. ეს ასევე სარეკლამო კამპანიების წარმატებულობასაც ხელს უწყობს. როგორ ვიმუშაოთ ჩვენი ბრენდისთვის სწორი სტორითელინგის შედგენაზე? მოყევით ამბავი ისეთ სახით, რომ ღირებული ადამიანური ელემენტები არ დაიკარგოს. გადმოიცით ისტორია უშუალოდ ისეთ სახით, რომ ითვალისწინებდეს სამიზნე აუდიტორიის პერსპექტივას. გაიგე რა აერთიანებს პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებს. განსაზღვრე გამარჯვებები და დადებითი შედეგები ისტორიაში. არ დაგავიწყდეს თანმიმდევრულობა. ამ ეტაპზე სტორითელინგთან დაკავშირებით სწავლებას მორჩით, თუმცა შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად დაუბრუნდებით ამ თემას. ამიტომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და კომენტარების დატოვება. აბა დროებით!